2007-2008 წლებში ამბოხებები კენიასა და კიდევ 30 სხვა ქვეყანაში იმიტომ მოხდა, რომ ხალხს საკვების შეძენის შესაძლებლობა არ ჰქონდა. ექსპერტები აცხადებენ, რომ ელექტროენერგიისა და საწვავის ფასების გაზრდას 2007 წელს უამინდობამ და გვალვამად შეუწყო ხელი. შედეგად მსოფლიოს უმსხვილესმა ექსპორტიორებმა წარმოება შეამცირეს. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის უწყების გენერალური დირექტორი ჟაკ დიუფი აცხადებს, რომ ზოგ ყველაზე განუვითარებელ ქვეყანაში გლეხების ზეწოლას ვერაუდიან. ეს სწორედ ის პრობლემური ქვეყნები იყო, რომლებშიც ამბოხებები მოხდა. სურსათის ფასი ბევრ განვითარებად ქვეყანაში მაღალია. დიუფი შიშობს, რომ გლობალურად ფასების კიდევ უფრო გაზრდა მოსალოდნელი. ენერგიის ღირებულება კრიზისამდელ ზღვარამდე ჯერ არ ჩამოსულა. ხოლო მარცვლეულ კულტურებს ბიოსაწვავის დასამზადებლად იყენებენ. მისი თქმით, 2007 წლის შემდეგ დიდი ცვლილებები არ მომხდარა. ის ფაქტორები, რომლებმაც კრიზისი განაპირობეს, სახეზეა. სიტუაცია არ შეცვლილა. ღმერთს ვევედრები, რომ წყალდიდობები და გვალვა თავიდან აგვაცილოს, თორემ ძალზე რთულ მდგომარეობაში ჩავვარდებით. ექსპერტების აზრით, გვალვა და სხვა სახის უამინდობა კლიმატის ცვლილების გამო სულ უფრო ხშირად ხდება. თანაც 2050 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობა დაახლოებით 50%-ით გაიზრდება და 9 მილიარდს მიაღწევს. ბუნებრივია, ყველაზე დიდი ზრდა განვითარებით ქვეყნებზე მოდის. ბატონი დიუფის თქმით, ბევრი ქვეყანა სოფლის მეურნეობას სათანადოდ არ აფინანსებს. შარშან იტალიაში დიდი რვიანის ქვეყნების ლიდერების შეხვედრისას განვითარებადი ქვეყნების სოფლის მეურნეობის დასახმარებლად 20 მილიარდი დოლარის გამოყოფის პირობა დადეს. ეს პირობები ჯერ არ შეუსრულებიათ. ანუ დოვლათი ზანდუკებიდან ჯერ არ გადმოდის? გადმოდის კი არა, ეს ზანდუკები ჯერ არ ავსებულა. დიუფი აცხადებს, რომ ბევრი განვითარებული ქვეყნის გლეხობას უბრალოდ ირიგაციის სისტემის და საწყობების გამართვა, შეწამვლის უზრუნველყოფა და მაღალხარისხოვანი თესლით მომარაგება ესაჭიროება. ამის გარეშე კი მსოფლიოს სასურსათო კრიზისი და მასთან ერთად შიმშილი და არასტაბილურობა შეიძლება დაემუქროს. ზაქარია გიგნაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.